სად არის? ის აქ იყო. ამოკა ბერტას ეძებ? აი ის. არა. აბარას ეძებ? აქ ადრე საიდუმლო ოთახის შესასვლელი იყო. საიდუმლო ოთახი რა სისურელეა. აქ ადრე საიდუმლო ოთახი იყო. ალისა, კიტი და მე იქ ვიყავით. არ არის საჭირო ცხაბრების მოყოლა. მე ხუმრები? არ გჯერა, ჩვენს გამომწერებს კითხე. ვიდეო აქტებს. ხო, გამომწერების მჯერა. აბა ამოკა იპოვე? არა და შენ? ვალ, საერთოდ ვერ მივაგენი. როგორც ჩანს ეს ალისამ ბეტონით ამოავსო. ალისა დაგვპირდა, რომ ამას არ გააკეთებდა. თუ ვიდეოს 10,000 მოწონება ექნებოდა. და მიიღეთ 10,000 მოწონება? და უფრო მეტი. ოჩახ ბავშვებო, ანუ ოთახი ნამდვილად არსებობს. სამწუხაროა, რომ სანახავად არ დამიწახეთ. მაშინ აღარ იქნებოდა საიდუმლო ოთახი. ხო, ყველას რომ გაიგო მის შესახებ. იქნებ საიდუმლო ოთახს კიდევ ერთი შესასვლელი აქვს. მართალია, გახსოვს ალისამ, გეგმა გვაჩვენა. სად არის ის? არ ვიცი. ალისას უნდა გკითხო. ალისა ბებიის აგარაკზე, სადაც კავშირი ძალიან ცუდია. კიტი, შეგიძლია დამარეკინო? მადლობა. გამარჯობა, ალისა. ვერაფერი მესმის. ალისა, სად არის სახლის გეგმა? აბა რაო, კავშირი საშინელია. ვერაფერი გავიგე. თვითონ მოვძებნით ამ გეგმას. მოდი წავიდეთ. როგორი უნდა იყოს? ჩვეულებრივი A4 ფორმატის. ალისა ყოველთვის მალავს ყველაფერს, რომ მოგვიანებით ვერ იპოვო. გოგოებო, მგონი ვიპოვე. ეს ის არის? დიახ, ის არის. გაჩერდი. საიდუმლო ოთახი ბოლო დროს სხვა ადგილას იყო. დარწმუნებული ხარ? იქნებ ეს განსხვავებული ნახატია. მოდი შევამოწმოთ. თუ ყველაფერი სწორია, მაშინ ოთახი სადაც აქ უნდა იყოს. მაგრამ აქ არაფერია. იქნებ აქ არის რაღაც სარდაფი. ნამდვილად არა. ყოველ დროს ჯიხურის საიდუმლო გადასასვლელი საიდუმლო ოთახში მიდიოდა. ასე რომ სხვა საიდუმლო შესასვლელი უნდა იყოს. განვაგრძოთ ძებნა. მიდით, გოგოებო. კარი შეიძლება ყველგან იყოს. კარგი რა, ჩვენ რატომღაც მის გარეშე ვცხოვრობდით. არ გესმის. იმდენი მამღარი რამე იყო შიგნით. იქნებოდეს მე ვიპოვოთ. აქ რაღაც წერია. პოლიციტნესლდ. ეს რა სიტყვაა? იქნებ პოლიციელი. მე ვფიქრობ, რომ მას რაღაც კავშირი აქვს საიდუმლო ოთახთან. იქნებ ეს ორი სიტყვაა. ველები და ციტ. მოკლედ ორი სიტყვაა. იქნებ ასე ქვია იმ სცენარეს, რომელიც უნდა მოირწყას კარის გასაღებად. ზუსტად. ახლა Google-ში მოვძებნი რა სცენარია. შესატყვისები ვერ მოიძებნა. იქნებ ეს რაღაც იშვიათი სცენარია. იშვიათი სცენარების შესახებაც კი არ არის ინფორმაცია. იქნებ ალისა დაგვცინის. მოიცადეთ, კალამი გააქვთ? რამეს მიხვდი? ეს გამოცანაა. კიბეების ქვემოთ. მართალია, ასოების გადალაგება იყო საჭირო. კარგად გააკეთე ამოკა. კიბეების ქვეშ უნდა შევიხედოთ. წავიდეთ ვნახოთ, იქნებ კიბეების ქვეშ რამე არის. აქ უკვე ყველგან მეძებე, აქ შესასვლელი არ არის. ხო, როგორც ჩანს, კარი არ არის. აქ ადრე იყო შესასვლელი, მაგრამ ახლა გაქრა. ასე რომ ეს ძველი გამოცანაა და აღარ არის აქტუალური. ეს უბრალოდ დროის კარგვა იყო. მოიცადეთ ერთი წუთით? ეს რუკაა, როგორც ჩანს კიდევ ერთი მინიშნებაა. ახლა აუცილებლად ვიპოვით ოთახი. მე ვიცი, სადაც არის, ეს ეზოშია. და აქ არის ჩვენი ოთახიც?
არა, შეხედეთ, ეს არის გაზებო და ეს არის საიდუმლო ოთახი. ეს ორი განსხვავებული ოთახია. ასე რომ ჯერ კიდევ არის გარკვეული გამოცანა წინ. მოვძებნოთ, აქ უნდა იყოს შესასვლელი ან მინიშნება. არანაირი საიდუმლო კარი არ არის. იქნება აქ არის საიდუმლო ღილაკი. თითქოს დააჭირა და საიდუმლო კარი გაიღო. ო, ასე მინახავს თამაშებში. გონი რაღაც ვიპოვე. ეს ღილაკია? არა, მხოლოდ ქაღალდის ნაჭერი. მაჩვენე? აიღე. ეს არის QR კოდი. მოდი დავასკანეროთ. ეს რა ლინკია? სულ რაღაც ფოტოა. მე ვიცი ეს ადგილი, ეს არის ჩვენი პარკი. შენამბობ რომ საიდუმლო ოთახი პარკშია? სისულელეა. ჩვენ უნდა ამოვხსნათ ეს ამოცანა. მოდი წავიდეთ. ო, ლუნა, წავიდეთ. რაც უფრო მალე წავალთ, მით უფრო მალე ვიპოვეთ საიდუმლო ოთახს. როგორც ჩანს, სადღაც აქ არის. შეხედე, ვიპოვე საიდუმლო ოთახის გასაღები. ან უბრალოდ გასაღები, რომელიც არაფერს ხსნის. უილად არ მოგვიყვანა, მინიშნება მაგ. იქნებ ალისა უბრალოდ ხუმრობს. ზუსტად. მან იცოდა, რომ ოთახს ვეძებდით და გადაწყვიტა ხუმრობა. ახლა ალბათ ფარული კამერებით გვიყურებთ და იცინით. ჰეი, ალისა, ვიცი რომ ვხედავ. აი შენ, აქ, აი აქ, დაინახე. ალისა, კიტი დამშვიდი. აქ არის კიდევ ერთი მინიშნება. ამალკა საკმარისია, სახლში წავიდეთ. მაგრამ გოგოებ, მართლა, ჩვენ უბრალოდ დროს გვაქვს რა. თითქმის საიდუმლო ოთახი ვიპოვე. საიდან იცი? იქნებ წინ კიდევ 10 გამოცანაა. მაგრამ ახლა ჩვენ გვაქვს გასაღები. როგორც გინდა ისე მოიქეცინე, სახლში მივდივართ. კარგი, მე თვითონ ვიპოვი ოთახს. ეს ერთგვარი მაგალითია, ვეცდებით ავგუგლო. დიახ, ეს არის კოორდინატები რუკაზე და ეს ჩვენი სკოლაა. იქ წავალ. ალისამ უბრალოდ გადაწყვიტა გაგვეხუმროს. მეც კი ნაღამ დავიჯერე ამ თქვენი საიდუმლო ოთახით. სხვათა შორის სად არის ამალკა? არ ვიცი, პარკში დარჩა და სახლში ჯერ არ მოსულა. იქნებ მარტო არ უნდა დამეტოვებინა. არა უშავს, პაწარა არაა. ჩვენ გარეშეც შეუძლია. იმდენად გულუბრყვილოა, რომ ოთახის პონის იმედი მაინც აქვს. დიახ, და ალისა უყურებს მას კამერებიდან და იცინის. საწყალი ამალკა. რას ლაპარაკობ? ო, ჩვენ უბრალოდ თამაშობ. გოგოებო, ახალი ცნობა ვიპოვე და ვგრძნობ, რომ მალე ჩვენ ვიპოვით საიდუმლო ოთახს. ან დროს დავკარგავთ. შემდეგი გამოცანის ამოსახსნელად მე უნდა ამოვხსნა მაგალითი. შეგიძლიათ დამეხმაროთ. რატომ გადაჭრით მაგალითი? შემდეგი მინიშნება ამ ჩემოდანშია და კოდის ნახვა შეგიძლიათ ამ მაგალითის ამოხსნით. ეს ძალიან რთული მაგალითია. მისი ამოხსნა ძალიან რთულია. ლუნა, დამეხმარე, ამ ამოცანას ჯერ ვერ ამოვხსნის. სკოლაში ეს არ გვისწავლია. არა, ამელკა, მე და ლუნამ გადაწყვიტეთ, რომ ამ საქმეში ჩართვას აღარ ვაპირებთ. გთხოვთ, მე თვითონ ვერ ამოვხსნი. ჩვენ არ გვჯერა საიდუმლო ოთახის, ასე რომ, გვაწუხებ. გოგოებო, არ გაინტერესებთ? არა. ოკ. თუ არ გაინტერესებს, მე თვითონ ვიპოვი საიდუმლო ოთახს და არ შეგიშვებთ. რა მოხდება თუ ის ნამდვილად იპოვის ოთახს? კიტი, საიდუმლო ოთახი არ არსებობს. დაისვენე და ითამაშე. მაშასე, ახლა ჩვენ გვჭირდება ეს თეორემა. ასე რომ, მე ვიღებ გადაწყვეტილებას 1 წლის განმავლობაში. რა უნდა გავაკეთო? რადგან გოგოებს ჩემი დახმარება არ სურთ, მათემატიკის მასწავლებლად ყოველ დამეხმაროს. მე მივწერ მას. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს. ვფიქრობ ეს დამეხმარება. მოდი დავურეკოთ ალისას და ვუთხრათ, რომ თავი დაანებოს ამალკას დაცინვას. მოდი. არ იჭერს. თქვენ თქვით, რომ ის კამერების საშუალებით გვიყურებს.
ხო, მას აქ ყველგან ფარული კამერები აქვს და ვერც ერთს ვერ ვხედა, ამიტომაც იმალება. იქნებ მას წერილი დავუწეროთ და კამერებით ვაჩვენოთ. ზუსტად გენიოსი ხარ. ალისა, ჩვენ ყველაფერი ვიცით. თუ აქ კამერებია, ის აუცილებლად დაინახავს. ხო. მასწავლებელმა გამომიგზავნა პასუხი 348. შევამოწმოთ. გამომივიდა. მე უნდა ვიყიდო ტორტი მისთვის. ბედის ძაფი მიგიყვანთ მიზნამდე. ეს რას ნიშნავს? მას სიტყვაც არ უთქვა. მე ნამდვილად განაწყენებული ვიყავი. აბა, რაღაც გაუგებარს ეძებს. ჩვენ ვუსურვებთ მას სიკეთეს, მაგრამ ის ყვირის. მინიშნება ამბობს, რომ თემა უნდა მოვძებნო. საიდან გაჩნდა ეს? ალბათ ეს არის ბედის ძაფი. ნახავ, სად მიგვიყვანს. მაინტერესებს, ეს უკვე ოთახში შევიდა თუ არა? საიდუმლო ოთახის შესასვლელი ნამდვილად კარადაშია? რას ნიშნავს ეს? კიდევ ერთი გამოცანა. უკვე თავი მტკივა. ძნელია, ყველაფერი თავად გააკეთო. გოგოები კი საერთოდ არ მეხმარებიან. რა შეიძლება ნიშნავდეს ეს? ისევ კოდი? აქ არის მინიშნება. ისევ წინ და უკან სირბილი. სამარცხვინო სანახაობა. მალე მიხვდება, რომ ალისას ხვირწინ მიჰყავს. იარეთ 5 ნაბიჯი წინ საიდუმლო ოთახში შესასვლელად და არ დაგავიწყეთ გასაღები. დაიჭირეთ ხელში. გასაღები მაქვს. ბოლოს საიდუმლო ოთახში შევალ 1, 2, 3. ეს რაღაც შეცდომა უნდა იყოს. შემდგომში მხოლოდ საცურაო აუზია. იარეთ 5 ნაბიჯი წინ საიდუმლო ოთახში შესასვლელად და არ დაგავიწყოთ გასაღები. ხელში გეჭიროთ. ჩაყვინთეთ საიდუმლო ოთახში. ეს ნიშნავს, რომ საიდუმლო ოთახი წყლის ქვეშაა. ვა, როგორ მოხვდი აქ? რატომ ვარ მშრალი? მე უბრალოდ წყალში გადავხდი. ეს სასწაულია. გილოცავ, თქვენ ამახსენეთ ყველა გამოცანა და იპოვეთ ჯადოსნური ოთახი. მაინტერესებს, რა არის მასში ჯადოსნური? ნორმალურად გამოიყურება. ძალიან დავიღალე ამ ოთახის ძებნისას. მოსურვებდი, რომ ახლა რაიმე ცივი დავლიო. ეს რა იყო? წყალი არ საიდან გაჩნდა. რა გემრიელია, იმედია არ მოვიწამნები. მაგრამ მათ არ დამიჯერეს, იქნებ მეჩვენებინა, რომ მართალი ვიყავი. ამელკა ისევ არ დაბრუნებულა? არა, მაინც დროს ვკარგავ. გარეთ ძალიან ცხელა. არა, ნება მიაცით ის დაიწვას ქუჩაში, რადგან ის ძალიან სულელია და სიგრილით დატკბობა არ უნდა. ასია, გადავიფიქრე მათთვის საიდუმლო ოთახის ჩვენება, ასე რომ ისინი გაიყინებიან კონდიციონერის ქვეშ. კონდიციონერი შენ ჩართე? არაფერი ჩამირთავს.
გავიგონე მისი ხმა. მეც, იქნებ ავტომატურად გადაირთო? შესაძლოა. ვა, ცოტა აგრილდა. ყოველდღე ცივი რეჟიმი ჩაგირთავს. მოგითხარი რომ არაფერი ჩამირთავს. თავისით არ ჩაირთვებოდა, სწორედ ამელკამ ჩართო ის. მაგრამ ამელკა აქ არ არის, რომ ვიჩხუბებთ, უბრალოდ გამოვთოთ კონდიციონერი. არ ერთვება. გაფუჭდა ალბათ. უნდა გამოვთოთ, თორემ აქ გავიყინებით. იქნებ მოგვიანებით თავისით გაითიშოთ. მოდი დაველოდოთ. თურმე ოთახით ჩემს ყველა სურვილს ასრულებს. კიდევ რა ვისურვო? ო, შოკოლადი მინდა. მაგარია. მეჩვენება თუ აქ მალე გათოვდება. კონდიციონერში შეუძლია ესე გაგრილება? აქ ტემპერატურა უკვე 0-ს ქვემოთაა. ეხლავე გამორთავ. ჯერ კიდევ ჩართულია, მას არ შეუძლია ელექტროენერგიის გარეშე მუშაობა. კარგი, გამორთოთ მათი კონდიციონერები, სანამ გაიყინენ. ფუ, კონდიციონერი საბოლოოდ გაითიშა. აქ რაღაც არასწორია. იქნებ ამელკას უთხრათ? მოდი მოძებნოთ ის. სად შეიძლებოდა გამქრალიყო? იქნებ ისევ პარკში წავიდა, გამოცანების. მოდი, ისევ ნახოთ სახლში და შევიხედოთ. რომ დავხმარებოდნენ, ჩემთან ერთად ისხდებოდნენ და გემრიელობებს მიირთმევდნენ. ამელკა აქ არ არის. მოდი დავურეკოთ მას, მართალია. გამარჯობა ამელკა. აქ იცი რა მოხდა? კონდიციონერი თავისით ჩაირთო. ვიცი, საიდან იცი? ეხლა საიდუმლო ოთახში ვარ. საიდუმლო ოთახში ხარ? როგორი პოვე ის? საიდუმლოა, რადგან არ დამეხმარეთ, ახლა ეს მხოლოდ ჩემი ოთახია. ალო. მან დაგვიკიდა ყურმელი. სად არის საიდუმლო ოთახი? დაივიწყე, საიდუმლო ოთახი არ არსებობს. მაგრამ ამელკამ თქვა, ამელკას უნდა ჩვენი გაბრაზება, რადგან ჩვენ არ დავეხმარეთ. კარგი ხო, მაგრამ კონდიციონერის შესახებ საიდან იცოდა? მან სავარაუდოდ ფარული კამერა დაამონტაჟა. მოდი გავეხუმროთ მას. მოდი ვიყიდოთ რაღაცეები, ტკბილეულობები და ვჭამოთ და გვიყუროს. ო, მოდი. კარგი, თუ ჩემი არ გჯერა, მაშინ ოთახო, შეგიძლია შეტყობინება გოგოებს გაუგზავნო? ახლა ამელკა ნახავს, რამდენი კბილეული გვაქვს და უარს ნამდვილად არ იტყვის. ის ნამდვილად ვერ შეიკავებს თავს და სწრაფად მოვა ჩვენთან. გამარჯობა საიდუმლო ოთახიდან. ამელკა იყო აქ. მოგესალმებით საიდუმლო ოთახიდან, ამის დაწერა მე შემიძლია, სალონი მარსიდან. ამელკა, ნახე რა გვაქვს? თქვენი საყვარელი ჩიფსები, ჭხირები, შოკოლადის ფილა. მოდი და გაგიზიარებთ. ვერ ეღირსებით, ოთახო, ჩართე ტელევიზორი. შენ ჩართე? არა, როგორ ჩანს, თავისით ჩაირთო. ეხლა ვიცი რომ ამელკაა. მაგრამ დისტანციური მართვის პულტი მას არ აქვს. ტელეფონზე არის აპლიკაცია, რომელიც დისტანციურად რთავს. არ ვიცოდი. ერთხელ გამიფუჭდა პულტი და აპი დამეხმარა. მინდა ყველა გოგოს ტკბილეულობა ჩემთან მოვიდეს. იტი, ეს ჩიფსები ჩემი ფავორიტია, მადლობა. ამელკა, შენ არც კი სცადო, ვერ მოგვატყუებ. ჯობია გამოხვიდე. მოდი ვითამაშოთ, პიკნიკზე წავიდეთ. სად წავიდა ჩემი საჭმელი? აქ-დაზე იყო. სად წავიდა? სწორედ ამელკამ წაიღო ის. რა მოხერხებული პატარაა. ვერც კი შევამჩნია როგორ შემოვიდა ოთახში. რა უნდა ვიპოვოთ ის და ყველაფერი წავართვათ. ხო, ამელკა, შენ გაკობრაზე, ჩვენ არ გაგიზიარებთ. რა სვისურელია, ამას არ გამიზიარებ. კარგი, შენ პირველ სართულზე შეამოწმე, მე კი მეორეზე. ხო. ამელკა, ვიცი რომ აქ ხარ. ვერ დაიმალები. ო, არა უშავს, დიდხანს ვერ დაიმალები. აჰა. არ
არა უშავს დიდხანს ვერ დამემალები. კარგი კიტი, უკეთესად მომძებნე. ამელკა, დაგვიბრუნე ტკბილეულობა. ამელკა, ხო იცი რომ მაინც გიპოვით? კვალიც კი ვერ ვიპოვე. მეორე სართულიც სარიელია. ის უბრალოდ კარგად იმალება. ამ სახლში ყველა დასამალი ადგილი ვიცი. არა უშავს იჯდეს თავის სამალავში, ადრე თუ გვიან გამოჩნდება. ფუფ. დავივიწყოთ ამელკა და დავასრულოთ თამაში. მოდი. არც ისე ადვილია ჩემი მოშორება. ოთახო, ჩართე წყალი სამძარეულოში. ვინ ჩართო წყალი? ისევ ამელკა? როგორ მოახერხა? ისე გავერთეთ თამაში, რომ ვერც კი შევამჩნიეთ. ალბათ უფრო ფრთხილად უნდა ვიყოთ. მინდა გოგოების თამაში ჩემთან იყოს. მადლობა ოთახო. მან შეესე ამელკა, უკვე ვეღარ მოგვატყუებ. ამელკამ უკვე მოიპარა ჩვენი თამაში. მან ისევ მოგვატყუა. მოდი საძინებელში წავიდეთ. ამელკა იქ ვერ მოგვაგნებს, კარგი, წავიდეთ. კარი მოიხურე. ფუხ, ახლა შემიძლია დავისვენო. ამელკა აქ ვერ მოვა. შეხედე მისი პლანშეტი. მოდი მის მიმოწერებს გადავხედოთ. მოდი. მე ზოგადად წინააღმდეგი ვარ, მაგრამ მას შემდეგ რაც მან გაგვიკეთა, ეს დაიმსახურა. გველები, ეხლა მოგიფიქრებთ რამეს. ვინ არის სტასი? ეს ბიჭია ინგლისურის გაკვეთილიდან. მან მოწერა, მიდი დააჭირე. ოთახო, მინდა ლუნას და კიტის ტელეფონები ჩემთან გაჩნდეს. ახლა ვნახოთ აქ რა აქვთ გოგოებს. მოდი რამდენიმე ფოტოს კიდე გადავხედოთ. ამელკა, ჯობია გამოხვიდე, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა შენ საიდუმლოს გავარკვევ. ოთახო, დარწმუნდი რომ გოგოები მისმენენ. გოგოებო, ჯობია ჩემთან საქმე არ დაიჭიროთ. მართლა? და რა მოხდება? მე შემიძლია ვნახოთ თქვენი მიმოწერა. როგორ ტელეფონი ჩვენთან გვაქვს? ყოველთვის. მართლა? აბა დაჩის ფოტოს შესახებ როგორ გავიგე? უბრალოდ ეს არა. ფოტო აგარაკზე, სად არის ჩემი ტელეფონი? როგორ მოიპარე ამელკა? ახლავე გიპოვი. კიტი შეძნებთებს არათროს უყურებ, ამიტომ მათი მოპარვა მარტივია. ეხლა ლუნას ტელეფონსაც გადავხედავ. რა? როგორ ამელკა? წასულია შენი საქმე. წარმატებით მოძებნეთ ტელეფონები. ისე ვარ გჯერათ საიდუმლო ოთახის. მე უფრო მაინტერესებს როგორ აიღო მან ჩემი ტელეფონი. როდეში მოუხადოთ ამელკას. რისთვის არაფერი გაგვიკეთებია. საიდუმლო ოთახი არსებობს და ამისთვის. ეს დადასტურებული არ არის. კარგი, დაუბრუნებ ტელეფონებს გოგოებს, მე მართლაერი არ ვარ. თქვენ ამას ეძებთ? ამელკა, აღიარე, სად იყავი? საიდუმლო ოთახში. სად არის ის? თუ ბოდიში მოიხდეთ კეთყვი. ამელკა, ბოდიში. არც ფიქრო ამაზე, ჩვენ არაფერი დაგვიშავებია ბოდიშის მოსახდელად. ეს შენ იყავი, ვინც ყველაფერს გვყარავდი. თქვენ არ იმსახურებთ საიდუმლო ოთახში ყოფნას, რადგან ყველაფერი მე ამოვხსენი. არ არის მართალი, ჩვენს დავეხმარე. მხოლოდ თავინა ყველაზე მარტივი დავალება. კიტი, დაივიწყე ეგ ოთახი, იქ საინტერესო არაფერია. რაც გინდათ ისი ფიქრეთ, თუ ბოდიშს მოხდა, არ გინდათ მე მივდივარ. ნახვამდის. ლუნა, მართლა არ გაინტერესებს რა არის ოთახში? ნუ ნერვიულობ, ჩვენ ვნახავთ საიდუმლო ოთახს. მოდი ამელკას გავყვეთ. როგორ არ მოვიფიქრე ეს? წავედით. გამოდის რომ ოთახი გარეთაა? ხო, სასწრაფოდ მივყევი მას, თორემ გამოვტოვებთ. ის ოთახში არ შედის. აუში გადახტა. მანაობა გადაწყვიტა, ოთახში ალბათ ძალიან ცხელა. ახლა გავარკვეთ, აუზიდან ამოვა და ალბათ აუცილებლად ოთახში შევა. უცნაურად არ გეჩვენება, რომ ის არ ჩანს ამდენი ხანი. ამელკა შეუძლია დიდხანს შეიკავოს სუნთქვა. ღელა. ამელკა, მეგიშველი. რა ხდება? ამელკა აქ არ არის, შეუძლებელია. ის ჩემს ფოტოს წყალში გადახტა.
იქნებ წყალმა სადმე წაიღო. რა თქმა უნდა არა. ჩვენი აუზი უსაფრთხოა. აბა სად გაქვს რა მელკა ვღელა? ალბათ გვატყუებს. მაგრამ როგორ? ეს ვერ გავიგეჯე. ანუ მithვალთვალეთ? მედია ვერაფერს მივხვდით. საწყალია მოკა რა დაემართა მას? დარწმუნებული ვარ რომ ის კარგად არის. მე უკვე მეტი აღარ შემიძლია. ამოლკა, თუ გესმის გვაპატიე. გთხოვ, ბოლოს და ბოლოს. გაპატიებ კიდე. კარგია რომ კარგად ხარ. ამოლკა, ბოდიში ვეცდებით, რომ აღარ გაგაბრაზოთ. დაღიარებთ რომ ოთახი არსებობს. კარგი, მაშინ ჩემთან დაგპატიჟებთ. ოჰო, სად უნდა მოვიდეთ? ოთახო, გოგვებს გასაღები მიეცი. საიდან გაჩნდა ის აქ? მოგვიანებით აგიხსნით. ახლა აუზზე წადით. აიღეთ გასაღები და წყალში გადახდეთ. ეს იმუშავე? ყველაფერს ადგილზე აგიხსნით. აბა, წავედით. კი. მზად ხარ? კი. მოდი გადავხდეთ. 1 2 3. საოცარია, აქ როგორ მოვხდით? დამშრალი რატო ვარ? წყალში ვიყავით. კეთილი იყო თქვენი მობრძანება ჯადოსნურ საოცარ ოთახში. შოქში ვარ, როგორ არის ეს შესაძლებელი? შენ ამბობ, რომ ეს ოთახი ჯადოსნურია? კი, სურვილებს ასრულებს. მართლა? რა სურვილებს? შეხედეთ, ოთახო, გთხოვ წყალი დაუსხი გოგოებს. მაგარია. სხვა რა სურვილების შესრულება შეუძლია? ალბათ ნებისმიერი. მოდი შევამოწმოთ. ოთახო, ახალი iPhone-ი მინდა. იმუშავა. ოთახო, მეც მინდა. ოთახო, ოქროს სამაჯური მინდა. მაგარია. გოგოებო, ნუ იქნებით თავხედები. უმრობ, ეს შენსი როგორ გაუშვა? ოთახო, დიორის პალეტი მინდა. მე კი გუჩის ჩანთა მინდა. მე კი $1,000,000 მინდა. რა ხდება? რა მნიშვნელობა აქვს? მეც მინდა $1,000,000. გოგოებო, გაჩერდით. არა, 50 კარატიანი ბრილიანტის ბეჭედი მინდა. და მე მანქანა მინდა. ვერ ხვდები, ეხლა ხალხ ოთახში ვიყავით. ვფიქრობ, რომ გამოგვაგდეს იქიდან. კარგი, გასაღები მე მაქვს, ეხლა კიდევ ვცდი. მიდი. სად არის ჩემი ბრილიანტები და მილიონები და ჩემიც? ოთახში დარჩა. იქ უნდა დავბრუნდეთ. ეჩვენებამ რომ ოთახის მთელი ჯადოსნობა შენს სურვილებზე წავიდა და ახლა ოთახი გაქვს. ისე უნდა დავბრუნდეთ იქ. და როგორ გავაკეთოთ ეს? მაგია შეგიძლია? მე არა. ვიცი რაც დაგვეხმარება, მოწონებები. მართალია, მოიწონეთ ეს ვიდეო. დამატებითი ენერგია გჭირდება, რომელსაც ბავშვები გამოგვიგზავნიან. ბავშვები, მოიწონეთ ვიდეო და ჯადოსნური ოთახის დაბრუნებაში დაგვეხმარეთ. ასევე გამოიწერეთ არხი, რათა ახალი ვიდეოები არ გამოგრჩეთ. ნახვამდის!